ბადრი ლომსიანიძე არის მულტიმედიური მხატვარი ამ ცნების ყველაზე ფართო გაგებით. ერთი და იგივე ნამუშევარში ჩვენ ვხედავთ ფერწერას, გრაფიკას, ფოტოგრაფიას, ობიექტს და ყველაფერი ეს მხატვარს მოწოდებული აქვს ხშირად ინსტალაციის სახით. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ის მუშაობს ქსოვილზე და არა თქვათ კლასიკური გაგებით ტილოზე. და ამ შემთხვევაში ის იყენებს ქსოვილის თვისებებს, როგორიც შეიძლება იყოს მოქნილობა, გამჭვირვალობა, სიმსუბუქე, ჰაეროვნება და არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რომ თავის ინსტალაციებში ლომსიანიძეს შემოაქვს ქართული ტრადიციული კოსტუმი. და ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, ამიტომ რომ ამ გზით ის აკეთებს ძალიან საინტერესო სინთეზს თანამედროვე ხელოვნების გამომსახველობით ენასა და ქართულ კულტურას შორის. ანუ მხატვარი არ შორდება თავის კულტურულ ფესვებს და ამავე დროს რჩება დასავლური თანამედროვე ხელოვნების ისტორიულ კონტექსტში. დავიბადე ქალაქ ქუთაისში. არასდროს სხვა საქმით არ ვიყავი დაკავებული, ყოველთვის ხელოვნება. მე ვფიქრობ, ჩვენს გალაქტიკაში არსებობს სამი შემეცნებითი პროცესი ადამიანის მიმართ. ეს არის მეცნიერება, ეს არის რელიგია და ეს არის ხელოვნება. როდესაც მუშაობ, აი მაშინა ვარ თავისუფალი და მე მგონი ეს არის თავისუფლება რა. იმიტომ რომ იქ უკვე არ არსებობს არაფერი ჩემთვის, არ არის სხვა საკითხები, არავინ არ გაწუხებს მუშაობის პროცესი, ეს არის ყველაზე მეტი თავისუფლება ჩემთვის. აი ჩვენ ადამიანები როგორც კოკას, წყლის კოკას აავსებ, ისე ვივსებით სხვადასხვა მაგალითად მე შესაძლებლობა მქონდა სულ მოგზაურობის შესაძლებლობა მქონდა ძალიან ბევრი გამოფენები მენახა და ამ გამოფენების ნახვის დროს, მონაწილეობის დროს და ყველაფერი ამან ეს ორგანიზმი თვითონ ივსება ნენელა ამუშავებს ეს როგორც მანქანა ესეთი სიტუაცია არის რა. ჩვენ უფრო მეტად დამკვირვებლები ვართ პროცესების. შემეცნებითი პროცესია ესეც. შენი თავის შესწავლა ეს არის თვითონ პროცესი თელი ცხოვრების განმავლობაში რა. ზუსტად ამ პროცესში ხდება ადამიანის ჩამოყალიბება როგორც პერსონას და მერე უკვე ყალიბდება შენი ხელოვნება, შენი ფიქრები, აზრები და დანარჩენი კიდე კოსმოსი. ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული, ჩვენ არაფერი არა ვართ უიმისოთ. იდეებიც იქედან მოდის. უფრო მაინტერესებდა რომელი კონცეფციას უფრო მივყავდი წინ. იდეიდან იბადებოდა ფორმა ჩემში თუ ფორმიდან იბადებოდა იდეა. დღევანდელი დღეს, როდესაც ეს ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ვიმყოფებით, შემოვიდა უზარმაზარი მასალა თანამედროვე. დღეს ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა მასალა ეს არის უპირველეს ყოვლისა, რომელიც შემდეგ ბადებს იდეას. მეც რამდენიმე ფორმა და მასალა ვცადე, ყველაზე მეტად მინდოდა გამჭვირვალება მიმეღწია. ეს არის აბრეშუმი, რომელიც რა თქმა უნდა გამჭვირვალეა და ეს არის პლასტიკის უზარმაზარი ფურცლები, რომლებიც გამჭვირვალეა. ეს სინაზე, ეს ორი ერთმანეთთან სხვადასხვა აბსოლუტურად განსხვავებული მასალა ერთად შეკავშირებული, აი ეს იყო ყველაზე რთული პროცესი, რაც მინდოდა ნამუშევრებში გადმომეცა. ეროვნულ გალერეაში ბადრი ლომსიანიძის გამოფენა პირველად იმართება და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ზოგადად პირველად გაიმართა მისი გამოფენა და ჩვენ ვართ მასპინძლები. მისი შემოქმედება ზოგადად ძალიან განსხვავებულია, მკვეთრი ინდივიდუალობით გამოირჩევა შეიძლება ითქვას და შესაძლოა ამაც განაპირობებს სწორედ ის მასალა, რომელსაც ის იყენებს, ეს არის აბრეშუმის ქსოვილი, ფოტო და ის ობიექტები, რომელსაც ის იყენებს თავის ნამუშევრებში. შეიძლება ითქვას, რომ ეს უფრო ალბათ ინსტალაციებია, ინსტალაციების სახეც აქვს ხშირად მის ნამუშევრებს.
ზოგადად ქსოვილის ესე აქტიურად მის შემოქმედებაში გამოყენება, ეს ინტერესი მას შემოქმედების ადრეულ პერიოდშივე უჩნდება, ჯერ კიდევ პეტერბურგში, როდესაც ის ყოფილი მუხინას სახელობის აკადემიაში სწავლობდა, სადაც იქ ტექსტილის დიზაინს შეისწავლიდა. შემდეგ იქ განაგრძობს აქტიურად მუშაობას და შემდეგ გადადის მადრიდში, სადაც ბოლო 20 წელია თუ მეტიც მოღვაწეობს. თავარი პერსონაჟი ამ გამოფენაზე, ასე ვთქვათ, ალეგორიული პერსონაჟი არის საქართველო და საქართველო როგორც აბრეშუმის გზის რუკაზე მდებარე მისი სამშობლო. აქ ცხოვრობ თბილისიდან მოცილებული. ეს არის ჩემი სამუშაო სივრცე. აქ ვატარებ თითქმის მთელი დღის განმავლობაში. ხატორი არის როგორც იოგი. ჯერ აუცილებელია ფიქრი და შემდეგ ექსპერიმენტები. ძალიან მიყვარს სივრცე და სინათლე. მიყვარს თეთრი და შავი, ასეთი კონტრასტი და მიყვარს თეთრი კედელი. აი ხშირად ვზივარ და მარტო თეთრ კედელს უყურებ. და ვერ წარმოიდგენთ, რომ მარტო თეთრი კედელი იძლევა უზარმაზარ იდეებს. ჩემი მოგზაურობიდან გამომდინარე ეს ნამუშევრები გაკეთებულია ინდოეთში. აი ეს კონკრეტულად ეს ნამუშევარი გადაღებულია ინდოეთში, არის ესეთი ქალაქი ბენარეს. და ეს ქალაქი არის, სადაც წვავენ გარდაცვლილებს ჰაერზე. მიმდინარეობს ისეთი პროცესია იქ, რომ ეს სულიერად ძალიან შემაშფოთებელი არის. თვითონ გარემოება როცა აკვირდები ამ სამყაროს. არის უზარმაზარი სივრცე კიბეების, სადაც ხალხი ბანაობს განგაში და აი იქ არის გადაღებული ეს ერთ-ერთი პროცესია, როცა წყლიდან ამოვიდა ქალი და იცვლიდა ტანის ამოს. ეს არის ქალაქი მუზეუმი, ცოცხალი თეატრი. არ არის აუცილებელი პორტრეტი დახატო. რაც იქნება, ეს არის მხატვრის სული. ეს ავტოპორტრეტი არის რა მხატვრის. უამესოდ არ შეგვიძლია სიცოცხლე. ეს არის ჩვენი სამყარო, ეს არის ჩვენი ბუნება, ეს არის ჩვენი ღმერთი. ყველაფერია ჩვენი.